დიახ, ქართული ანბანის ამ თავისებურებებთან არის დაკავშირებული ჩვენი მართლწერის პრინციპებიც. ახლა როგორც ვნახეთ, ქართული ანბანი საკმაოდ მოხერხებულია იმისათვის, რომ ჩვენი ნათქვამის სიტყვა ზუსტად ისევე გადმოვცეთ, ანუ ყოველი ბგერა შესატყვისი ასოთი გადმოვცეთ და ამდენად აქ მართლწერის პრინციპი ისე მწვავედ, როგორც ეს სხვა ენებშია, არ არსებობს. ძირითადად მართლწერის შემდეგ პრინციპებს განარჩევენ ხოლმე. ეს არის ფონეტიკური პრინციპი, პირველი სიტყვა ისე იკითხება, როგორც იწერება. და კარგად ვხედავთ, რომ ქართულ მართლწერას ძირითადად ფონეტიკური პრინციპი უდევს საფუძვლად. უმრავლეს შემთხვევაში სიტყვა იწერება ისე, როგორც წარმოითქმის. იწერება იმდენი ასო, რამდენი ბგერაც არის მასში. და ერთი და იგივე ბგერა ყოველთვის ერთი და იმავე ასონიშნით გადმოიცემა, ან პირიქით ყოველ ასოს მხოლოდ ერთი და იგივე ბგერა შეესატყვისება. ეს ძალზედ ამარტივებს ქართული მართლწერის შესწავლას და წეღანას თქვი, მართლწერის პრობლემა აქ ისე მწვავედ, როგორც ეს სხვა ენებშია, მაგალითად რუსულში, ინგლისურში, გერმანულში, ასე მწვავედ ქართულში მართლწერის პრობლემა არ დგას. მართლწერის პრინციპია ასევე მორფოლოგიური პრინციპიც. ანუ სიტყვა ისე იწერება, როგორც ამას მისი მორფოლოგიური შედგენილობა განსაზღვრავს. ახლა ქართულშიაც გვაქვს ჩვენ ეს მორფოლოგიური პრინციპი. მაგალითად, წერთ ვარჯიშობ. ორი ვ იწერება და სიტყვის ბოლო კიდური არის ბგერა ბ. მაგრამ დავაკვირდით, როგორ წარმოითქმის ეს სიტყვა ჩვეულებრივ გაბმულ მეტყველებაში. ვარჯიშობ. ისმის ერთი ვ და ბოლო კიდური ბ-ც არის დაყრდნილი. ანუ იმის თქმა, რომ სიტყვა ყოველთვის ისე იწერება, როგორც წარმოითქმის, არც ქართულში არ არის გამართლებული. აქ სიტყვის მართლწერას განაპირობებს არა წარმოთქმა, არამედ გრამატიკული წესი, მორფოლოგიის კანონზომიერების ცოდნა. კერძოდ, რომ პირველი სუბიექტური პირის ნიშანი არის ვ, ამიტომ ვ თანხმოვნით დაწყებულ ფუძესთან დაიწერება ორი ვ, ვარჯიშობ და არა ვარჯიშობ. ისევე როგორც ვაჭრობ, ვარდები და ასე შემდეგ. რაც შეეხება ბოლო კიდურ ბ თანხმოვანს, საერთოდ ქართულს აქვს მიდრეკილება სიტყვის ბოლო კიდური თანხმოვნების დაყრდნობისა და ისმის ხშირად კარგად, ავად, ლამაზად და არა კარგად, ლამაზად, ავად გაბმულ მეტყველებაში. ისევე როგორც ისმის ვარჯიშობ, მუშაობ, აკეთებ. რატომ? იმიტომ რომ ბოლო კიდური თანხმოვანი ბ, դ დაყრდნობა. მაგრამ ჩვენ ვიცით მორფოლოგიიდან, რომ ამ ზმნის თემის ნიშანი არის ობ, ან ებ. მაგალითად ვაკეთებ, აშენებ. ამიტომ უნდა დაიწეროს ბ და არ უნდა დაიწეროს ფ. ეს მორფოლოგიური პრინციპი კიდევ უფრო ცლად არის წარმოდგენილი რუსულ ენაში. და ამიტომაც არის, რომ რუსული მართლწერის შესწავლა მორფოლოგიის გარეშე შეუძლებელი ხდება. იქ აუცილებელია მორფოლოგიური კანონზომიერებების დადგენა იმისათვის, რომ მოსწავლეებს ვასწავლოთ სწორად წერა, მართლწერის ჩვევები გამოუმუშავოთ. ქართულში გვაქვს ეს პრინციპი, მაგრამ შედარებით უფრო მკრთალად არის იგი წარმოჩენილი, თუმცა ენის შესწავლის პროცესში, რა თქმა უნდა, მასწავლებელს უხდება მათი გათვალისწინება. რაც შეეხება ისტორიზმის პრინციპს, ის გულისხმობს, რომ სწორია სიტყვის ისეთი დაწერილობა, რომელიც მოცემულია ენის ორთოგრაფიაში საუკუნეების მანძილზე და ამგვარად არის იგი დამკვიდრებული ტრადიციით. თუმცა დროთა განმავლობაში ამ სიტყვის მართლწერა და მართლწარმოთქმა ერთმანეთს დასცილდა. ამისი იდეალური მაგალითი გახლავთ ინგლისური ენა და საერთოდ ინდოევროპული ენები, სადაც სიტყვა იწერება სულ სხვანაირად და წარმოითქმის სულ სხვაგვარად. რატომ? იმიტომ რომ
სიტყვის ტრადიციული დაწერილობა ისტორიულად მოდის ამგვარად. საუკუნეების წინ აქაც სიტყვის წერა და კითხვა ერთმანეთს ემთხვეოდა, მაგრამ დროთა განმავლობაში სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით წარმოთქმა და სიტყვის წერა დასცილდა ერთმანეთს და ამიტომაც არის ამ ენებში ასე მწვავედ მართლწერის საკითხი. და ყველა თქვენგანი დამეთანხმება, ვისაც თავის დროზე უსწავლია ინდოევროპული ენები, განსაკუთრებით ალბათ ინგლისური ენა, იმიტომ რომ ინგლისურს სწავლობდი, აქ ძალიან მწვავედ დგას მართლწერის საკითხი, ვერანაირი გრამატიკის ცოდნა აქ ვერ გვიშველის, ვერც მორფოლოგიის კანონზომიერების ცოდნა, ხოლო რაც შეეხება სიტყვის წარმოთქმას, ის სულ დაგვაბნევს, იმიტომ რომ სიტყვა სულ სხვაგვარად იწერება. აი ძირითადად რისი თქმაც მინდოდა მე თქვენთან ქართული ანბანთან დაკავშირებით, მაგრამ არ შემიძლია რომ არ გითხრათ ერთი-ორი სიტყვა ზოგადად წერითი მეტყველების გაჩენის შესახებ. წერითი მეტყველების თავისებურებებზე და ერთი-ორი სიტყვა მინდა ზოგადად გითხრათ დამწერლობის განვითარების საფეხურებზეც. თავად ალბათ თქვენთვისაც ცხადია, რომ ზეპირი მეტყველება უფრო ადრე წარმოიშვა, ვიდრე წერითი მეტყველება. მაგრამ დროთა განმავლობაში ადამიანებს გაუჩნდათ იმის მოთხოვნა, რომ შორ მანძილზე მყოფთათვის გაეზიარებინათ თავიანთი აზრები, თავიანთი მოსაზრებები და აი გაჩნდა უკვე წერის საჭიროება. მაგრამ წერა უცბად არ გაჩენილა. ისტორიულად გამოყოფენ წერითი მეტყველების განვითარების სამ მთავარ საფეხურს. ეს არის პიქტოგრაფიული, ანუ ხატოვანი, იდეოგრაფიული, ანუ ცნებითი დამწერლობითი და სამეტყველო დამწერლობა, ანუ სიტყვათ დამწერლობა. ეხლა მოდით შევეხოთ თითოეულ მათგანს ცალ-ცალკე რომ ძალზედ მოკლედ. ეხლა რაც შეეხება პიქტოგრაფიულ დამწერლობას, ეს არის ნახატებით წერა. როდესაც შორ მანძილზე მყოფი ადამიანები ერთმანეთს აზრებს უზიარებენ ნახატების საშუალებით და დღესაც არის შემორჩენილი უძველესი ადამიანის მიერ შექმნილი ნახატები გამოქვაბულებში, სადაც ხშირად ნადირობის სცენა არის აღწერილი, ან აღწერილია ცეცხლის გარშემო ყოფი ადამიანები. ეს მხოლოდ ესთეტიკურ დატვირთვას არ ატარებდა ეს ნახატები, პირველ რიგში ამით უნდათ მათ შეეტყობინებინათ სხვებისთვისაც თავისი თავგადასავალი, როგორ ინადირეს, ან როგორ გაინაწილეს ეს ნანადირევი. მაგრამ პიქტოგრაფიამდე, ნახატებამდე, ხატოვან წერამდე იყო საგნობრივი სიმბოლიკა, როდესაც შორ მანძილზე მყოფი ადამიანები ერთმანეთს რაღაც გარკვეულ საგნებს უგზავნიდნენ, მაგრამ ამ საგნებს გარკვეული სიმბოლური დატვირთვა ჰქონდათ ხოლმე. მაგალითად, ნახშირი შავს ნიშნავდა, წიწაკა მწარეს ნიშნავდა, ის არის საბრძოლო ნიშანი იყო. დღესაც აქვთ ინდიელებს ასეთი ტრადიცია, შვიდობის ჩიბუხი, როდესაც დადებენ რაღაც სამშვიდობო ხელშეკრულებას ზავს, გააბოლებენ ხოლმე მშვიდობის ჩიბუხს. აი, რაღაცა გარკვეული სიმბოლიკა ჰქონდა თითოეულ საგანს. ეს შეცვალა შემდეგ მოგახსენეთ მე თქვენ პიქტოგრაფიამ, ანუ ხატოვანმა წერამ. ეს პიქტოგრაფია უძველესი ადამიანის წერითი მეტყველების სახით შეიძლება განვიხილოთ, მაგრამ პიქტოგრაფიის განვითარების შემდეგი საფეხური ალბათ გახლავთ იდეოგრაფიული წერა. იდეოგრაფიული წერა გულისხმობს, როდესაც პირობითი ნიშნებით გამოხატულია ცნებები. პიქტოგრაფიაში ეს ნიშნები საგანს მიაგავდა, ხოლო იდეოგრაფიაში ანუ უკვე აღარ მიაგავს იგი საგანს, იგი უკვე ამ საგნის სიმბოლოა და ხშირად ენაში რამდენი სიტყვაც არის, იმდენი ასეთი სიმბოლო გვაქვს. იდეოგრაფიული არის იეროგლიფებით წერა. ამიტომაც არის იეროგლიფებით წერის შესწავლა ძალიან რთული და ხანგრძლივი პროცესი, იმიტომ რომ უამრავი იეროგლიფის გაცნობა სჭირდება ადამიანს, სანამ ის წერით მეტყველებას დაეუფლება. დაახლოებით 2000-2500 იეროგლიფი მაინც უნდა იცოდეს,
საშუალოდ განათლებულმა ჩინელმა, ხოლო წიგნობრებმა გაცილებით მეტი 50,000-60,000 იეროგლიფი მაინც უნდა იცოდნენ იმისათვის რომ შეძლონ უძველესი ნაწერების წაკითხვა. შემდეგი სახე უკვე დამწერლობისა ეს არის ანბანური დამწერლობა. როდის წარმოიშვა ეს ანბანური დამწერლობა? ვარაუდობენ რომ იგი წარმოიშვა ჩვენს წელთაღრიცხვამდე სადღაც მეორე 1000 წლებში პირველი იეროგლიფური უკაცრავად პირველი ანბანური დამწერლობა მაშინ შეიქმნა, მაგრამ არ ვფიქრობთ რომ ის პირველი ანბანური დამწერლობა გავს დღევანდელ ანბანურ დამწერლობას. არა, აქ აღინიშნებოდა მხოლოდ თანხმოვანი ბგერების შესაბამისი ასოები, ხმოვანთა სისტემა გამოხატული არ იყო ასონიშნებით ენაში. თანაც პირველი სტრიქონი იწერებოდა ვთქვათ მარცხნიდან მარჯვნივ, მეორე სტრიქონი უკვე მარჯვნიდან მარცხნივ ხარის გუთნის ბრუნება ერქვა ამას. თანდათანობით გამარტივდა ეს ანბანური დამწერლობა და ამ ანბანური დამწერლობის ერთ-ერთ თანამედროვე სახეს წარმოადგენს ქართული ანბანი, რომელიც საკმაოდ ინდივიდუალურია მსოფლიოში ცნობილ სხვა ანბანებთან მიმართებაში, თუნდაც თავისი მოხაზულობით. ქართული ასოების ძირითადი მოხაზულობა შედგება შემდეგი დეტალებისაგან. ეს არის რკალი, რგოლი, ამდე რკალს და რგოლს რგვალი მოხაზულობის ასოებს სხვა ენებში ვერ შეხვდებით და სწორი ხაზი. ამით მინდა დავამთავრო დღევანდელი ჩემი ლექცია. გმადლობთ ყურადღებისათვის. დავალებად მიგითითებთ ისევ ლეო კვაჭაძის ქართული ენის პირველი ნაწილიდან მთელი თავის გრაფიკის წაკითხვას. გმადლობთ ყურადღებისათვის. კარგად ბრძანდებოდეთ.